მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ეს არის მეორე ვლოგი, უკვე გასწორებული მონეტიზაციით. ლილი აქ ცეკვავდა ერთობოდა და გადავიღე. აქ 23-ში ივნისს აქვს გამოსაშვები ლილეს ბაღში და ამაზონიდან გამოვუწერე ულამაზესი კაბა და თვითონ ამოიტანა ეს ამანათები და ხსნის, ცდილობს რომ გახსნას. ძალიან იწვალა, მე გამოვართ მე და გავუხსნი. აქ არის არა მარტო კაბა, კაბაც არის. თმის სამაგრებიც არის, აი ეს კოსები, აი რაც ამოიღო ახლა, კოსებისთვის. მანდარის კიდევ აი ეს პუწები, წინ ხა ამ წუთას სახეზეც აქვს ეს თმები და აი ამ პუწების გელია, რო კარგად ავუტკიცო. გამოსაშვებში 23-ში. ეხლა ისეთი დაღლილი ვარ, აი ამ ვლოგის მონტაჟის დროს ისეთი დაღლილი ვარ, რომ აი ენით ვერ აგიღწევთ. ლილე დავაწვინე ამ წუთას და შევუდექი ამის მონტაჟს, რომ რაც შეიძლება მალე დაგიდოთ თქვენ. იქით იყო აი ეს თმის ამაგრების ატრიბუტები, თმის ვარცხნილობის, ეხლა ამ პაკეტში არის კაბა, რომელსაც მე ამოვიღებ, მე გავუხსნი. ესე ვარდისფერია ბაბთით, ძალიან ლამაზი კაბა, რომელშიც გადავიხადე თუ სწორად მახსოვს $26. აი ესეთი ლამაზი ატლასის ბაბთა აქვს, რომელიც უკან ბეჭებთან, წელთან მაგრდება უფრო სწორად. ესეთი მძივებიანი, ეს ახლა ამოტუმბული იყო ჰაერი და ცოტა ისეთია. გაასაფაშფაშებელია. ეს დაიკავე? ეს სიტყვა შეიწერეთ. ხო, ეს ბადე გარედან და ეს მძივები და მოკლედ ზემოდან ატლასით არის. და ნახე ხო და უკან უმაგრდება ის ულამაზესი ბაბთა. ამ კაბისთვის დღეს ფეხსაც მერით შევუძინე და ამას უკვე ცოტა ხანში ნახავთ ვლოგში. ესე, ეხლა გადავწყვიტე რომ დღესვე ვუყიდო ბავშვს ძირითადი ტანსაცმელები. რომელი ფულით დღეს დამერიცხა 1 წლის შემდეგ YouTube-ის ხელფასი. და ამ ფულით წავალ და ჩემ გოგოს ვუყიდე ტანსაცმელებს. დღეიდან მოგვარდა ეს პრობლემა. ეს პრობლემა აღარ გვექნება. ჩემი პირველი YouTube ხელფასი. ეხლა მინდა რომ ოდნავ იმასა ვქნა რა. ცხვირპირი მოვიყვანო წესრიგში. შეხვედი ტუალეტში. სად არის ჩემი კორექტორი? მოგერა. ხო, მიდი რომ კაბა გადაგაცვა. ხო. არა, congratulation არა, ეგ არის ზეიმის. სხვა კაბა. ესე უცბად. ისეთი მაკიაჟი, აი მაკიაჟი არის რა, უпросто. ეს არის მაკიაჟის ფიქსატორი, მაგრამ ფუნჯი რო ნოტიო იყოს. მაგას ვიყენებ ხოლმე. ხო, არ ველოდებოდი დღეს ჩარიცხვას. მეგონა რომ 21-დან 26-მდე ჩაირიცხებოდა და ეგეც არ მეგონა, მაინც ბოლომდე არ მჯეროდა. ხო და მოულოდნელად სოსო მირეკავს, ჩვენ ხო საერთო ანგარიში გვაქვს და ტელეფონში ეგეც უყურებს ანგარიშს აკონტროლებს და მეც რა. ხო და მირეკავს, კაი გოგო ხარ 1 წუთი დამელოდი და გადაგაცნო იმას. მირეკავს 1 წუთი ანგარიშზე შედიო რა, ამდენი იყო და ამდენი არისო და იცოდა სასუმასრონა ჩამრიცხო და მაგრამ თუ ეგ არისო რა მართლა. ხო და ვანიდან ვიყავი ახალი გამოსული და გიჟივით შევედი, მეთქი ნუ თუ მართლა შევძელი, ნუ თუ მართლა მოვაგვარე და ჩაირიცხა. მართლა, იმიტომ რომ 1 წელია ვცდილობ ამ პრობლემის მოგვარებას.
1 წელია ბავშვებო და კიდე არ მჯეროდა რომ შევძლებდი და მოვაგვარებდი. და შევედი და დამხვდა ჩემი დარიცხული თანხა. რამდენია? რამდენი ჩამერიცხა გაინტერესებთ. ეხლა რამდენი და ეს თანხა გროვდებოდა დაახლოებით 1 წელი. ოღონდ 1 წელი თქვენ ხო იცით რომ მე ვიდეოებს ძალიან ისევდებდი. იშვიათად რო დათვალო ალბათ წლის განმავლობაში რავი რამდენი ვიდეო მაქვს დადებული სულ. და 1 წლის განმავლობაში მოგროვდა $610, მაგრამ მე ჩამერიცხა 574 ზუსტად. დედიკო ეგ ჩართე და მომიტრიალე რა, თორემ მე ძალიან ცხელა. 574 ეს არის თითქმის 1 წლის დაგროვებული, იმიტომ რომ მე კარგად იცით როგორი ჩავარდნები მქონდა და კიდე ესეც რო დაგროვდა, ეგეც რო დაგროვდა, ეგეც გამიკვირდა. ასე რომ ამ თანხას გამოვიყენებთ თითქმის ყველაფერს ბავშვისთვის. მე ხო გახსოვთ გეუბნებოდით, როცა ბავშვზე აკეთებ არჩევანს, უფალი გეხმარება. შანსებს გიჩენს. ეს ისა რა ქვია, კალიასკა მაგდამ მიშოვა და ვითხოვებთ, ჯერ წამოგვიღია, გამოჩნდა და მაგდამ გვიშველა, უფასოდ ვითხოვებთ, სანამ დაგჭირდება, ჩვენ გვექნება ის კალიასკა. საწოლით ფასდაკლებით დაგვემთხვა და ფასდაკლებით ვიყიდეთ და ლაინერს წავისმე. ბაუნსერი მაგდამ გვიყიდა და ჩვენ უნდა შევძინოთ კიდევ საწოლი ვუყიდეთ. ქარსითი უნდა შევუძინოთ, ტანსაც მე წვიმანები ხო იცით რამდენი რამეა საჭირო. მაგრამ მე მინდა იმის თქმა, რომ ღმერთი მოგეხმარება. სოსოს ეშინო და ამდენ რამეს როგორ შევძლებო, იმიტომ რომ მარტო სოსო მუშაობს, ხო იცით? სოსოს აქვს ძალიან ბევრი გასავალი. ძალიან. და ეშინოდა, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ჩვენ ბავშვზე ვაკეთებთ არჩევანს. სულ იშოვი, სულ გექნება ისეთ ქვეყანაში ხარ. მაგრამ ახლა ბავშვი. მე ამის ფუნჯი გამიფუჭდა რა. და მართლაც რომ ასე მოხდა. ასე რომ არ შეგეშინდეთ. ღმერთი მოგეხმარება. ღმერთი არ დაგტოვებს. იმხელა პრობლემები გვაქვს. იმხელა გასავალი გვაქვს. იმხელა არ ვიცი, მაგრამ მეთქი არა, მაინც უნდა გავაჩინო. უნდა გავაჩინო. მეორე ბავშვი უნდა გავაჩინო. და ღმერთი არ დამტოვებს. მეც არაფერს არ ვიკეთებ ბავშვებო. თქვენ ჩემი ვითო მაკიაჟი იცით. ჩემ პომადები სად არის? ოდნავ შევიფერეთ. მივდივარ Kings Plaza-ში, ვინც აქ ახართ იცით, Kings Plaza არის როგორც თბილისი მოლი. და მივდივარ მანდ უნდა ვიყიდო. იმიტომ რომ მანდ არის კაი ფასებში ჩამოფასებულები რა. ხო და მანდ უნდა შევიძინო. რომ რაც შეიძლება იაფათ, იმიტომ რომ ამ ფულში უნდა ჩავჯდე ქარსითიც მინდა ბევრი რაღაცა რა და ამ თანხაში უნდა ჩავჯდეთ. ხო და ნახოთ რეებს შევიძენ ვლოგში ყველაფერი იქნება. ახლა წავედი მე. ყოცნით და ჩაგერთვებით. ნახოთ რეებს შევიძენ როგორი გამოვა, როგორი ნაყიდობა გვექნება და რამდენი და გვიჭდება.
მაგას გინდა? ვისაც ამოვეთ, ხო? ანუ ბევრი რაღაცა შევიძინეთ. სახში რომ მივალ გადავხედავ რა მაკლია. რა თქმა უნდა ვანა მაქვს საყიდელი, ჰიგიენური ნივთები მაქვს საყიდელი, მაკრატელი და ეგეთ რაღაცეები. სარცხის მანქანა პატარა ბავშვისთვის რომ ბოდეები გავრეცხო და გადავხედავ სიას მერე და დავწერ მერე იმათ რაც კიდე დამაკლდა რომ ეყიდა და უკვე ივლისში შევიძენ დანარჩენებს. სოსოსაც მინდა ფეხსაცმელი ვუყიდო არჩევს ახლა როგორც ხედავთ და ლილესაც ვუყიდე. მიხარია. ჩემი გაუმჩვევებული თანხით რომ ვყიდულობ სამივეს. ლილესაც, ბაიასაც და სოსოსაც. ველოდებით მამიკოს რომ მოიზომოს ტანსაცმელი, ხო? ხო, იდეა. ნეილადია. ეს სარკე შევიძინე ყველაფერთან ერთად. უკან რომ დამაგდეს ბავშვი რო ქარსითით დამაგდება რომ წინ ზღორმა დაინახოს. რა ვიღო დედა. მელა ჩავარდე. ჩემი სით. ჩვენ და ჩვენი მუცელი. მოვედით, დავბრუნდით. რამოდენიმე წუთის წინ. ზუსტად რო გითხრათ დაახლოებით 40 წუთის წინ სახლში მოვედით. ძალიან ვარ დაღლილი. ძალიან, რომელსაც გავედით დაახლოებით 3-ზე მე მგონი. შეიძლება ხო რა სადღაც 3-ისკენ. 3-ის მერე 7 საათამდე ფეხზე ვიდექ. ფეხზე ვიდექი არ დამუშტაგვარ საერთოდ. ცოტა ხნით დავჯექი სოსორო ფეხსაცმელს იზომავდა. ისე მეტკინა მუცელი, ისე მეტკინა რომ ასე მეგონა 100 კილო გახდა მუცელი. ესე იგი ეხლა ცოტა აკეთეს მაგეთი სტილო გავრეცხო. არაფერი არ მომილაგებია. თქვენთან ერთად უნდა ამოვალაგო, დავხსნა ის პლასმასები, რაღაცე ფასები და საერთხის მანქანა გამოვიწერე, ეგეც ამფულით, რაც დამერიცხა. და ელექტროსაშრობი, რომ ბავშვის ტანსაცმელს მე ხა ლანდრიში ვერ წავიღებ და ვერც ხელით ვერ დავრეცხავ. მაქსიმალურად უნდა გავიადვილო საქმე. მით უმეტეს რომ მარტო ვარ. მით უმეტეს რომ სახში საერთხის მანქანა არ მაქვს და ბევრი მით უმეტეს რომ ხო და მომივა საერთხის მანქანა ზეგ მე მგონი ხო და იმას შემდეგ ბლოგში განახებთ როგორი საერთხის მანქანა იქნება და როგორი ელექტროსაშრობი იქნება. ეხლა ესე მოძრაო. ვინეგრეტის მასალა მოვატანინე დღეს სოსოს. ხოდა დღეს უნდა ჩავადგა ვინეგრეტი. აუცილებლად. ეხლა მოვხსნათ ისინი. მაკრატელი ან ის რაღაცა მოვიმარჯვოთ და დავაჭრათ ისინი, რა ქვია. პლასმასები, რაც არის რა. თან განახებთ. რა შევიძინეთ. ესე დაგაყენებთ და განათებასაც მოვიტან, რომ კარგად გამოჩნდეს რა შევიძინეთ. სოსოსაც შევუძინე. ტანსაცმელი, ლილესაც. განსაკუთრებით სოსოსთვის მინდოდა მეყიდა, იმიტომ რომ
ყოველთვის სოსო ყიდულობს. დავიწყოთ. მოკლედ. აკრაგოგ. მოკლედ დავიწყოთ. ესეთი სტრეიჯის შარვალია. ჩემთვის ეს საფხული რომ აგერ ივლისი, მთელი ივლისი, აგვისტოს დასაწყისამდე ღიპი მექნება. ხო და ესეთი ნაჭრის შარვალი ვიყიდე რა. ესეთი ნახატები აქვს. ეს ღირდა ფასებსაც გეტყვით, თითქმის ყველას აქვს ფასები. $10 ღირდა ეს. და არის ძალიან კარგი სტრეიჯია რა, იწელება და მუცელზე არ მომიჭერს. ეს შემდეგ სოსოსთვის ლოს-ანჯელეს აწერია. ესეთი მაიკა მაისური. ესეთი ზურგით არის, ლოს-ანჯელესი აწერია. ეს ღირდა $9. ესენი ყველაფერი ვიყიდეთ Kings Plaza-ში. შემდეგი ისევ სოსოს მაიკა. ესეთია წინიდან. არ ვიცი რა არის, ჩონჩხი, რაღაცა მე მგონი. ესეთია ზურგი. თუ პირიქით ეს იყო ზურგი. არა, ის იყო ზურგი და ეს არის წი. ეს ღირდა $8. შემდეგი. იბარემ ისინი და მოჩვენ. ჩვენები რა სოსოს შორტი, ჯინსის. ესეთი. ესეთი. ეს ღირდა $13. ჩემთვის ჩუსტები, მაიკაც მიყიდია ჩემთვის. ესეთი აი ამ ზაფხულს მე სულ ჩუსტებით დავდივარ მთელი ზაფხული გარეთ. აი ესეთი ჩვეულებრივი ჩუსტები, რომელიც ღირდა $9. $9. ასევე სოსოს ვუყიდე ბოტასები. თვითონ რა თქმა უნდა თვითონ აირჩია. ესეთი, რომელიც ღირდა $20. ეს მაისური ჩემთვის, ჩვეულებრივი თეთრი მაისური, არაფერი განსაკუთრებული. ესეთი უბრალო თეთრი მაისურია. ესეთი გულით, რომელიც ღირდა $4. ესეთი ჩანთა ვიყიდე, საუნდყოფოში წასაღები, აი კბილის ჩრო, ჯაგრისი, კბილის პასტა, დამტენი, აი ესეთი წვრილმა ნივთებისთვის საფენები და ესეთი რა ჩემთვის, პირადად ჩემთვის. წასაღები ჩანთა, რომელიც ღირდა $6. ასევე მუსლინები, ხო, სწორად ვამბობ, ხო, მუსლინები. ბამბი 100% ბამბი, აწერია კიდევაც 100% კოტონი. ეს ბავშვის დასაბანად, ისე გასახვევად, რომ ვანიდან რო გამოიყვანს შრალად, გინდა მოაბანაოთ, რო გაახვიოს სველში და ისე აბანაო, ხო, ვანაში. ესეთი 3 ცალი ღირდა $13. ისიც იმიტომ, რომ 100% კოტონია. აი ესეთია.
ცალი. სალათის ფერია, თქო შუქსაც პოსტანაუჯის. 3 ცალი. შემდეგი ეგრეთ წოდებული პილიონკები. თითოში არის რამდენი? თითოში არის 4 ცალი. 4 ცალი არის თითოში და მივეცით $8. ესეთი. ჩვენ ოჯახში სტიჩი გვიყვარს. ესეც. მეოთხე ესეთი. მეორე არის მიკი მაუსის. ეს ესეთი. ვაი მე დავიღალე ძალიან. ესეთი. ამას მე ლილეზე პროსტინებათა ვხმარობდი ბლოგინში. ესეთი. ესეც 4 ცალი, ანუ 8 პლიონკა აქვს. შემდეგი ესეთი ხუდი არის აქ 3 ცალი, რომელშიც მივეცით $5. ხუთთან ერთად არის 3 წყვილი ხელთათმანები. ესენი. ამათ მოდი არ გავხსნი, ხო? აი ესეთი ვარდისფერი ბანტიანი, ჩვეულებრივი და კოპლებიანი. დიაჩას. ეხლა არ გავხსნი და ძალიან წვრილებია და შემდეგ გავხსნის ერთხელ მანქანაც რომ მოვა. ესე. შემდეგი აქ არის იგივე პლიონკები, 8 აქ არის. ესე იგი 12 ცალი. 12 ცალი პლიონკა, ესეც იგივეები სტიჩის. სადორბლეები, ამის გარდა კიდე მაქვს ნაყიდი 3 ცალი, ესეთი ყავისფერი, ბეჟი და ბაცი ვარდისფერი. 3 ცალი, პატარა რაღაცებს არ გავხსნი ჯერჯერობით. შემდეგ ეს ოსოსებია. აქეთ იყოს. ეს არის მე ლილეზეც მქონდა თუ გახსოვთ $5 მივეცი. ეს იქნება ჩემი ჩანაწერები მეორე ბაიაზე და ზოგადად. ლილეზეც მაქვს ესეთი ჩანაწერების ბლოკნოტი. უბის წიგნაკი, ესე ვთქვათ, საქართველოშია ის და ამაზეც უნდა მქონოდა და აი ესეთი შევიძინე მაგნიტით. ლამაზი სქელი და აქვს. და ამაზეც ვაპირებ წერას, რა თქმა უნდა. ისევ და ისევ სადორბლეები. თქვენ იცით, რომ სადორბლეები ძალიან ბევრი გჭირდება ბავშვს. ესეთი. აქ როგორი გვაქვს? ესენი. მოდი გავხსნით, ხო? კნოპკებზეა და ადვილად აიხსნა. ესეთი ყურძნები ახატია, ხო? არა, ყურძენი არ არის, მალინა არის, თუ რაღაც ესე. ესეთი და ესეთი. ამაში მივეცი $6. პატარაზე არის და აჩა. მე განახებთ აქ რამდენი ნაგავი დაყარა ამ ნაყიდობებმა. 2 ცალი ფულეს, ეგრეთ წოდებული ფულეს ლედები. ესეც სტიჩია და ეს არის
ცხრები, მაგრამ თქვენ რამდენად დაინახავთ. ესეთი, რომ ესეთია. ესეთი პლედია. ესეთია მეორე. ცხრებიანი. ეს. შემდეგი. ეს უკვე შემოდგომისთვის 0-დან 3 თვემდე. ვინაიდან და რადგანაც ბაია გახდება სექტემბერში 1 თვის, ოქტომბერში გახდება 2 თვის, ნოემბერში გახდება 3 თვის, ასე რომ ამას დაიწყებს სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს ამის ჩაცმას და ნოემბრამდე ეცმევა. ესეთი. აქაც სხვარი ახატია, ხო? $16 მივეცი ამაში. ეს არის პრიმარკის. ზედა და შარვალი. არ მჯერა რომ ამ გზას ისევ თავიდან გავდივარ. ეთლალი ვის უბედავს? ანუ რა მხელა ამბიციები აქვს, ხო? ეს თავისი ზედა. ორეული, მოკლედ. შემდეგ. ასევე ორეული. ასევე შემოდგომიდან ნოემბრამდე, სექტემბრის შუა რიცხვებიდან. ესეც 0-დან 3 თვემდეა, ყავისფერი. ამაშიც მივეცი. და ამაში 14. $14 მივეცი ამაში. ამასაც ნოემბრის ჩათვლით ჩაიცმევ. შეიძლება დეკემბერიც არ ვიცი, ნახოთ, როგორი ბაია იქნება. შემოდგომისთვის ვუყიდე ეს 2 ცალი ორეული. ესე გამოიყურება. ესე გამოიყურება ზედა. ეს. შემდეგ. ესენი უკვე შედარებით დიდები. ეს არის 3-დან 6 თვემდე. ვინი-პუხის კნოპკებიანი. ამაში მივეცი $9. პატარაზე წერია. $9 მივეცი ამაში. მთლიანი თათები აქვს. კლავები ჩვეულებრივ გახსნილი. 3-დან 6 თვემდე ეს იქეთ შემოდგომისკენ. შემოდგომიდან რა ზამთრიდან ნახოთ რა. ეს არის რამე პრობლემა ხო არა გაქვთ ვინმეს, ანუ თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ თქვით. ეს უნდა ჩაიცვას რომ გამოვა. გამოყვანის დროს. რა? ვერა? დედაჩია, $17 მივეცით ამ ორეულში. კომბინეზონი. ეს შიდა მაიკა რა თქმა უნდა ეხსნება. შეგვით არის ბოდე. ესეთი, ესეთი. ამას ვფიქრობთ, რომ ჩაიცმევს ელოცა გამოვა გარეთ, ამას სამყაროში. ეს აი პრობლემა თუ გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში. შემდეგი ესენი ვუყიდე ერთნაირები. ეს არის ეხლა რო ჩაიცვას, რო დაიბადება. ეს არის 3-დან 6 თვემდე. მთლიანი კნოპკებზე. ერთნაირებია, ოღონდ სხვადასხვა ზომის. მიხარია რომ ეს ყველაფერი ჩემი ხელფასით ვუყიდე. აი ღმერთს მადლობა, მე კიდევ 1000 ჯერ გავიმეორებ, რომ
ისეთ მომენტებში დამიდგა უფალი გვერდით, ზოგადად ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ეგრე იყო, განამარტო დღეს. და გუშინ და ასე შემდეგ ყოველთვის რო არ მგონია და მაგრამ ძალიან მგონია. მაგრამ ახლა ხო ერთი წელი ვწვალობდი ამ მონეტიზაციაზე, რომ მომჩამრიცხო და ის დაგროვებული ფული. მაგრამ ზუსტად მაშინ ჩამერიცხა, როცა მჭირდებოდა. ზუსტად მაშინ და ჩემი ნაშრომი ფულით, ჩემი დაგროვებული ფულით ვიყიდო ყველაფერი. აბსოლუტურად თელ ჩემ ოჯახს, ჩემ ქმარს, ჩემ შვილს, ერთსაც, მეორესაც და ეს იმხელა სიამოვნება იყო, რომ ჩემი ნაშრომით შევიძინე, არა მარტო ესენი. ეხლა საერთხლის მანქანაც არ შრობიც ხო? ისეთი სიამოვნება იყო, რომ აი არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მოკლედ ეხლა რო ჩაიცვას, გითხარით ხო რა მივეც თუ არა? $9 მივეცი ამაში. აქაც იგივენაირად ეს არის 3-დან 6 თვემდე, ესეც 3-დან 6. ეს ორივე 3-დან 6 თვემდეა. ნიუ-იორკი აწერია ამას. წინიდან ვაშლები და მანქანები ახატია. ბიჭის არ არის. ისიც ჩაიცნოს და ისიც. 3-დან 6 თვემდე. ამას რა ახატია? ამაშიც მივეცი $9. ამას პილო ახატია. თლიანია ეს. წელი მეთქინა. რატო არ ვждები? არ მინდა. ხო, მეცადე ალილესებსაც გაჩვენებ ჯერ მორჩი ამ პაწუასი. 0-დან 3 თვემდე ასევე შეუძინე მთლიანი ბოდეები. ღილა იმაზე კნოპკებზე. რაშიც მივეცი $13. 3 ცალია. პრიმარკის არის ესეც. ერთი არის ესეთი, ამას აქვს თათებიც. ხელებზე. ერთი არის ესეთი. კოპლებიანია. მეორესაც ცხრები ახატია. 0-დან 3 თვემდე. თლიანია ესეთი. და მესამეც ბეჟი. როგორც ხედავთ, გავარდისფერებული არცლილი არ მყავდა, ანუ ვარდისფერები არცლილიაზე არ მქონია სულ. ყოველთვის ნეიტრალური ფერები. ვანიჭებდი უპირატესობას. აქეთაც აი ვარდისფერი, აი ეს არის. იგივე თლიანი ბოდეები, რაც ეხლა დაჭირდება ნოემბრამდე. ეს არის გულებიანი, თეთრი და ვარდისფერი გულებიანი. თლიანები. ეს არის სულ ვარდისფერი. სადა. ამათაც თათები აქვს ჩვეულებრივად ხელზე და ეს არის ბაფთებიანი. ეს შემდეგი არის მოსულიდეთ ბაშის დავამთავრო ჯერ. ხო. შარვალი შევუძინე მაინც 3 ცალი. განახეთ. ესეთი ერთი. და ეს ბრელოკის ოსოს მანქანაში მეტყვის არკესთან დაკიდოს. ეს ერთი შარვალი. ეს მეორე ყავისფერი. და ეს მესამე. მეტი არ მეყიდია შავლები. ძირითადად მაინც ისეც მევა, მაგრამ ესეც გქონდეს მეთქი რა. უი, შარვალი შემივეცი. $7. 7. სამცალ შარვალში. აქ მაგ კიდე 3 ცალი მთლიანი ბოდეები ისევ 0-დან 3 თვემდე. ანუ სულ ჯამში 9 ბოდე აქვს მთლიანი, 9 ცალი, ესეთი 9.
ეს ერთი თეთრი ნაცრისფერი კოპლებით. ამათაც ჩვეულებრივად თათები აქვს. ესეც ესე. და ესეც ჩვეულებრივი ბეჟი, მემკრემისფერი ბეჟი რაღაც. ეს არის რაც ეხლა დაგჭირდება რა, აი პირველი 2-3. მინდა რომ ბავშვების всё, ბავშვი 3 გამოიწურა. ნომერი 2 ბავშვისთვის აი ამ წინდებით ამოიწურა. რაც განახეთ, всё, ესენი არის ბოლო. ეს წინდები ღირდა. $5. შიგნით არის 2, 3, 4, 1, 2, 3 და 4 წყვილი. ესეთი ფერები. 4 წყვილი, 8 წყვილი, ანუ $10 დამიჯდა. შემდეგ გადავიდეთ ლილეზე. ლილეს ხო ისე არ დავტოვებდი. ამაში მივეცე $19. ნახეთ რა როგორია. ტილოს მაიკა. ეცეთი ლამაჯი და თავისივე შორტი. დაიფარე დედი თუ გინდა. შენ ახლა რომ მოვჩები დავიძინოთ. ესეთი. $19 გადავიხადე ამაში. ასევე შევუძინე ასეთი სარაფანა. ამაში გადავიხადე $4 და 80 ცენტი. $5. და ესეთივე იგივე ფასიანი მეორე სარაფანა. ამაშიც ეგრე $4 და 80 ცენტი. всё, მოვჭით და ხო. ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი ლილეს ახლა ხო იცით რომ გამოსაშვები აქვს, კაბაკი ნახეთ უკვე. და ფეხსაცმელი შევუძინე მაგ კაბას. ამას მივეცი, ამაში. ორი მოშვები $8. ამ ფეხსაცმელში. იმ სარაფანას მოუხდება ვარდისფერები არის და ფეხსაც ძალიან ლამაზად აქვს. ამჯერა რომ მოვჭიხალ ხო? ამჯერა. ესეთი იყო ჩემი პირველი ხელფასის ნაყიდობა. მე ვთქვი, მე მგონი, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ დამერიცხა $574. ეს არის დაახლოებით რამოდენიმე თვის, სადღაც ალბათ 8 თვის დაგროვებული, 9 თვის. მაგრამ როგორი ვიდეოების დადებით ხო, თქვენც იცით, რომ ძალიან ისე იშვიათად ვდებდი ვიდეოებს, ხან ტოქსიკოზი, ხან რა მოკლედ. თლიანად დავხარჯე ბავშვის გარშემო, ჩემი ოჯახის გარშემო, ჩემი შვილების და წეღან ბოლო თეთრები გადავიხადე სარეცხის მანქანაში და ელექტროსაშრომში, ბოლო თეთრები. კმაყოფილი ვარ, არც ერთი ცენტი არ დამნანებია, პირიქით თითოეული $1 დახარჯვა მომანიჭა სიამოვნება. ყველა რო გავახარე, მე მიხარია ყველაზე მეტად. და მადლობა კიდევ ერთხელ უფალს, რომ ასეთი შანსი მომცა და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო ნამდვილად. ესე იგი, მე რა თქმა უნდა დამრჩა საყიდელი ნივთები. აქვე გეტყვით რა ნივთები დამრჩა საყიდელი, ამას უკვე ივლისში აუცილებლად შევიძენთ. აქ არის ცხვირის სატუმბი ბავშვისთვის, ელექტროცხვირის სატუმბი. თუ დამჭირდა რძის საწველი, მაგრამ იმედია თბილისში მოძებნის ჩემი დედამთილი სად მიდევს, იმიტომ რომ ნაყიდი მაქვს რძის საწველი. მაგრამ ისა რა ქვია, ვერ ნახეს თუ რა ვიცი რა ხდება, არ ვიცი რა. და იმედია არ დამჭირდება, მაგრამ გონია რომ დამჭირდება რძის საწველი. ბოთლები და სოსკა, რა თქმა უნდა, ამას აფთიაქში ვიყიდი. ქარსითი მაქვს საყიდელი.
კენგურუ მაქვს აყიდელი იყო ნაჭრის, არა ისეთი რემნებიანი ნაჭრის კენგურუები, იცით რა როგორიც არის დედიკოები ხვდებით. ბავშვისთვის მაქვს სახის კრემის აყიდელი, ეს მაკრატელი, ესეთი რაღაცეები. საკეისროს ქამარი, ბავშვის ფუფხების კრემი თავზე. და ჩემთვის კერდის საფენების, მეძუზურის ლიფი. აი ეს ძალიან ცოტა რაღაცა რა. ეს ყველაფერი უკვე ივლისში. ესენი დამრჩეს აყიდელი. პიჟამოს არ ვაპირებ, იმიტომ რომ მაქვს, ხალათი არ მინდა, ჩუსტებიც მექნება. მაქვს რა, საყიდელი არა მაქვს. მარტო კერდის საფენი მაქვს, აუცილებლად საყიდელი. მეძუძურის ლიფი და ესენი რაც ჩამოვთვალე. ძირითადად მე ყველაფერი შევიძინე. დიდი შვება იყო, კალიასკაროს აყიდელი არა მაქვს და მარტო ქარსითი მაქვს აყიდელი, ეს დიდი შეღავათია. და საწოლი ნაყიდი მაქვს უკვე და იაფად $97 ვიყიდე საწოლი. და ბაუნსერიც მაგდამ გვიყიდა. ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო, ესე ჩაიარა ჩემმა პირველმა ხელფასმა. აი, ყველაზე მაგარ ამბავში დავხარჯე ჩემი პირველი YouTube ხელფასიდან. მადლობა უფალს ამ დღისთვის და ამ წამისთვის და მადლობა ჩემ მეგობრებს გარშემო, ვინც გვერდში დამიდექით და მადლობა სამყაროს რა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ სულ რაღაც თვე ნახევარში ჩემი მეორე ოცნება დაიბადება და ჩემი მეორე ოცნება ასრულდება. თქვენ იცით როგორი დამოკიდებულება მაქვს შვილებთან და ღმერთს ვევედრები, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდეს. ყველაფერი იქნება თავის დროზე. თავარია ჯანმრთელები ვიყოთ. გემშვიდობებით ახლა იმედი მაქვს რომ მოგეწონათ დღევანდელი ვლოგი, დარწმუნებული ვარ ბევრს გაგეხარდათ ეს ჩემი მდგომარეობა, ეს ნაყიდობები. წინასწარ ყველას დიდი მადლობა მშვიდობაში რომ ისურვებთ ახლა ამ ყველაფერს და თქვენ რომ არა, თქვენი ნახვები რომ არა, თქვენი აქტივობა რომ არა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. აი ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს ვერ ვიყიდით. ეს არის ჩემი გამომწერების დამსახურება და იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ჩემს ვლოგებს უყურებდა აქამდე. თქვენით დამიგროვდა ეს თანხები. თქვენ რომ იმ რეკლამებს უყურებდით, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ვიდეოს უყურებდით თუ რეკლამას თიშავდით, მნიშვნელობა არ აქვს. თქვენი თითოეული თქვენგანის ჩემი მაყურებლის დამსახურება, აი ეს ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. გემშვიდობებით, კოცნით და შემდეგ შეხვედრამდე.